რუსეთის კოშმარი კიდევ უფრო მძაფრდება. უკრაინამ ახლა რუსეთის ერთ-ერთი რაკეტის ანალოგი უკუ ინჟინერიით შექმნა და რუსეთისკენ სროლაც დაიწყო. მას ეწოდება FP7. და თებერვლის 27-ს უკრაინული თავდაცვის კომპანია Firepoint-მა გამოაქვეყნა ამ რაკეტის საცდელი გაშვების პირველი საჯარო ვიდეო კადრები. რაკეტა მთლიანად უკრაინული კომპონენტებით არის აგებული, მათ შორის ადგილობრივი წარმოების მყარი საწვავის ძრავით. სტრუქტურულად ის მთლიანად საბჭოთა 48N6-ზეა დაფუძნებული. ზუსტად იგივე რაკეტაა, რომელსაც რუსეთი იყენებს თავის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემაში, იმაში, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემად მსოფლიოში. და მაინც რატომღაც მან ვერ შეძლო უკრაინული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდება, რომლებიც სულ რამდენიმე კვირის წინ მოსკოვს დაარტყა. ეხლა ამ რაკეტის უკრაინულ ვერსიას შეუძლია დაახლოებით 150 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი 200 კილომეტრამდე მანძილზე მიიტანოს. მაქსიმალური სიჩქარით თითქმის 5500 კილომეტრი საათში, რაც დაახლოებით მახ 4.4 შეესაბამება. და მისი დეკლარირებული სიზუსტე დაახლოებით 14 მეტრია, რაც მართლაც წარმოუდგენელია საკუთარი წარმოების ბალისტიკური რაკეტისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა გახსოვთ, რომ რუსული რაკეტები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ სამხედრო ობიექტების მიზანში მოხვედრას და საბოლოოდ უბრალოდ სამოქალაქო კორპუსებს ან ბავშვთა სახლებს ანგრევენ. ან იქნებ ეს არის კიდეც რუსული რაკეტების მიზანი. თუმცა რუსეთს ყველაზე მეტად არც ეს მახასიათებლები აშინებს. საქმე იმაშია, რომ ყოველი ახალი საკუთარი წარმოების იარაღით, რომელსაც უკრაინა იყენებს, ქვეყანა სულ უფრო ნაკლებად ხდება დამოკიდებული შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე, რომ მათ მიაწოდონ, აჩუქონ ან უბრალოდ გამოთხოვონ მორიგი რაკეტების პარტია, რათა ეს ომი გააგრძელოს. და მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა ამ ომს ააგრძელებს, ისაა, რომ რუსეთს თავისი ჯარების გაყვანა არ სურს.